ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. ფილიპ გორდონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასა და რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ეს არ არის ნატოსა და რუსეთის ურთიერთობების განვითარებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი. რატომ აფასებენ ექსპერტები და პოლიტიკოსები რუსეთისა და ნატოს თანამშრომლობის გაღრმავებას დადებითად? ნანუკა იორდანიშვილი გიამბობთ. ჩვენ გვსურთ რუსეთი ნატოს დაუახლოვდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის საქართველოსთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა, არ არსებობს მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც ნატო-რუსეთის თანამშრომლობის განვითარებას შეაფერხებს. ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა ვაშინგტონში, ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, რაც სამხედრო თანამშრომლობასა და საერთაშორისო გამოწვევების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას გულისხმობს. რაც ნიშნავს საქართველოსთვის ნატო-რუსეთის დაახლოება. ამ პროცესის შეფასება ჩვენ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს ვთხოვეთ. მმართველი გუნდის წევრი ნუგზარ ციკლაური ამბობს, რომ რუსეთსა და ალიანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოს ინტერესებში შედის, რადგან ცივილიზებულ რუსეთთან დიალოგი დეოკუპაციაზე უფრო მარტივი იქნება. არც ერთ შემთხვევაში ნატოსა და რუსეთის დაახლოება არ იმოქმედებს უარყოფითად საქართველოს საკითხზე პირიქით, რაც უფრო ცივილიზებული ქვეყანა გახდება რუსეთი, მით მეტი ბერკეტები ექნება ცივილიზებულ სამყაროს იმისათვის, რომ აიძულოს ეს ქვეყანა, რომ შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებით. რუსეთისა და ნატოს დაახლოებაში პრობლემას ვერ ხედავს ექსპერტი ვასილ ჭყოიძე. თუმცა ამბობს, რომ რუსეთი და დასავლეთის სახელმწიფოები რეალური პარტნიორები მანამდე ვერ გახდებიან, ვიდრე რუსეთი დემოკრატიულ ქვეყნად არ იქცევა. რუსეთთან თანამშრომლობაზე, როდესაც არის საუბარი, აქ თავი აქცენტი კეთდება განიარაღებაზე და არა ვთქვათ რაღაც საერთო თავდაცვის ან საერთო უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე ამ ეტაპზე. ბუნებრივია, კარგია, რომ გორდონმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს რჩება კვლავ უთანხმოების თემად შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობაში და გარდა ამისა, შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის თანამშრომლობას საქართველოსზე უფრო მეტი მიზეზი აქვს თვითონ რუსეთი. ანუ რუსეთი ყალიბდება ავტოკრატიულ სახელმწიფოდ. ასეთ სახელმწიფოსთან არც ამერიკას და არც დასავლეთის რომელიმე ცივილიზებულ სახელმწიფოს თუნდაც სურვილი გაცხადებული ქონდეს ნორმალური ურთიერთობების აწყობა არ შეიძლება. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობა პირველ რიგში საერთაშორისო ტერორიზმისა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ამერიკა ერთგული პარტნიორი და მოქნილი დიპლომატია. ამიტომაც საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოჩნდეს, თუ იზოლაციას თავად მოისურვებს. იმ როლიდან გამომდინარე, რაც რუსეთს და ამერიკას ამ პლანეტაზე აკისრია, ასეულია მათ შორის მშვიდობა სჯობს ომს. და თუ სხვა საკითხები იქნება მოგვარებული მათ ურთიერთობებში და მხოლოდ საქართველოა იქნება მოსაგვარებელი, მაშინ უფრო მარტივად ეჩვენება ამ საკითხების დარეგულირებაც. რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას ნატოს ახალი სტრატეგია ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ალიანსმა რუსეთი ერთიანი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შემუშავებაში ჩართოს და ერთობლივი სამხედრო წვრთნებიც დაიწყოს. უკვე ცნობილია, რომ ნოემბრის ბოლოს ლისაბონში დაგეგმილ ნატოს სამიტს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც დაესწრება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ წარმოადგენს საქართველოს ნატოს სამიტზე. ჩეჩნეთის პარლამენტი მუშაობის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. რაიონის ბლოკადა მოხსნილია. ქალაქ გროზნოში ეგრეთ წოდებული ბოევიკების განადგურების სპეცოპერაცია დასრულდა. თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ჩეჩენი მებრძოლები გროზნოს პარლამენტში დილით შეიჭრნენ. 2 მათგანმა თავი აიფეთქა, 3 კი ოპერაციის დროს იქნა ლიკვიდირებული. გროზნოში ჩეჩნეთის პარლამენტმა სამუშაო რეჟიმი აღადგინა. მოხსნილია რაიონის ბლოკადა. სამართალდამცველებსა და ეგრეთ წოდებულ ბოევიკებს შორის სისხლიანი შეტაკების შედეგად მილიციის 2 და პარლამენტის 1 თანამშრომელი დაიღუპა. დაიჭრა 17 ადამიანი. დილით ჩეჩნეთის პარლამენტის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი შევიდა, რომელშიც ტერორისტები ისხდნენ. 2 მათგანმა თავი აიფეთქა, 3 კი პარლამენტის შენობაში შეიჭრა. მოქალაქეთა ევაკუაციის შემდეგ სამართალდამცავებმა ტერიტორია ალყაში მოაქციეს და სპეცოპერაცია დაიწყეს, რომელიც მებრძოლთა განადგურებით დასრულდა. სპეცოპერაციის შემდეგ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რაშიდ ნურგალიევი პარლამენტში მივიდა და სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები საკუთარ მოქალაქეებს ყველა სიტუაციაში დაიცავენ. მინდა განაცხადო, რომ მსგავსი ფაქტები იშვიათად ხდება. რატომ? იმიტომ, რომ აქ სტაბილურობა და უსაფრთხოებაა, რომელსაც ჩეჩნეთის რესპუბლიკის პოლიციელები უზრუნველყოფენ.
რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების განმარტებით მებრძოლთა ვინაობა ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება, თუმცა ოფიციალურმა მოსკოვმა უკვე გამოთქვა ვარაუდი, რომ თავდასხმა ახალმა სეპარატისტულმა ჯგუფმა განახორციელა. რუსი პოლიტიკოსების აზრით, ჩეჩნეთში დოქუ უმაროვის დაჯგუფება რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დატოვა და ახალი გაერთიანება შექმნა. ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის განცხადებით, მიუხედავად მებრძოლთა ვინაობისა, ყოველ მათგანს მიაგნებენ და გაანადგურებენ. ჩეჩენ მებრძოლთა წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება, თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ პოლიტოლოგები. ტერორისტების თავდასხმა იმის მანიშნებელი იყო, რომ კადიროვი ჩეჩნეთს ვერ აკონტროლებს. ბოევიკები რამზან კადიროვს მიუთითებენ, რომ ის რესპუბლიკას ვერ აკონტროლებს. უფრო მეტიც, მას ჩეჩნეთის გულის დედაქალაქის დაცვაც კი არ შეუძლია. ჩრდილოეთ კავკასიის ოლქის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით თავდასხმის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს ხელისუფლება დაეხმარება. მტკიცებული კონსტიტუცია და 3 დღის შემდეგ გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა საკანონმდებლო ორგანომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 15 ოქტომბერს დაამტკიცა. ევროპელი ექსპერტების საბოლოო რეკომენდაციები კი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე მხოლოდ გუშინ საღამოს დაიდო. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ კომისიის საბოლოო დასკვნას დაელოდა. როგორ აფასებს ხელისუფლების მოლოდინს საპარლამენტო ოპოზიცია, ხათუნა ხვედელიძე კი ამბობთ. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს პარლამენტი დაელოდა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას და დოკუმენტი, რომელიც ჩვენს ხელთ არის, ცალსახად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვათ, კომისია მთლიანობაში პოზიტიურად შეაფასა ეს ცვლილებები. პრეზიდენტის პრესპიკერი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაზე საუბრობს, რომელიც კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გუშინ საღამოს გამოქვეყნდა. საქართველოს პარლამენტმა კი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გასულ კვირას მესამე მოსმენით უყარა კენჭი. მაშინ, როდესაც ვენეციაში ევროპელი ექსპერტების შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობდა და დასკვნა დაწერილიც კი არ ყოფილა. თუმცა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე მმართველი გუნდის წარმომადგენლები ევროპელ ექსპერტებს პოზიტიური შეფასებებისთვის მადლობას უხდიდნენ. კარგია, რომ მაინც კონსტიტუციის მიღებამდე შედგა კომისიის სხდომა და საბოლოოდ უკვე ოფიციალურად, ფორმალურად ვენეციის კომისიამ ეს დასკვნა მიიღო, ასე რომ დასკვნა არსებობს, დასკვნა დადებითია. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მართალია ამტკიცებდნენ, რომ პარლამენტი კენჭისყრისთვის ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას დაელოდა, თუმცა წინასწარ იყო ცნობილი კომისიის რამდენიმე რეკომენდაციას და ისიც, რომ პარლამენტი მათ გათვალისწინებას არ აპირებდა. შემაჯამებელი დასკვნა კომისიამ 84 პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. საბოლოო შეფასებები კომისიის მიერ 8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წინასწარ მოსაზრებებს შეესაბამება. პროექტში დადებითად არის შეფასებული პრეზიდენტისთვის რამდენიმე უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება. ზოგადად კი არსებულ კონსტიტუციასთან შედარებით ცვლილებებს წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ, თუმცა ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციებში, რომლებიც ქართველი კანონმდებლობის თქმით დადებითია, კვლავ გაუმართლებლად არის მიჩნეული მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა. პარლამენტის სუსტი როლი და პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის გაუმიჯნავი უფლებამოსილებები. ვენეციის კომისიის აზრით რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილება უნდა გადაისინჯოს. კომისია მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება პარლამენტის უფლებამოსილებების შემდგომი გაძლიერება. დებულებები მთავრობის ფორმირებისა და განსაკუთრებით უნდობლობის გამოცხადების შესახებ. ასევე საკითხები, რომლებიც საბიუჯეტო საკითხებში პარლამენტის უფლებამოსილებებს ეხება, უნდა გადაისინჯოს. ამ რეკომენდაციების მიუხედავად მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის პოზიტიურ შეფასებებზე საუბრობს და კონსტიტუციის ახალ რედაქციას ევროპული ყაიდის კონსტიტუცია დაფასებს. ეს ყველაფერი არის სიცრუე და სამწუხაროა, რომ პრესამსახური პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამ სიცრუის ტირაჟირებას ახდენს ქვეყნის მასშტაბით. საპარლამენტო ოპოზიციაში ხელისუფლების შეფასებებს არ იზიარებენ. უმცირესობა მართულ გუნდს არც იმაში ეთანხმება, რომ კონსტიტუცია ევროპული ტიპისაა და არც იმაში, რომ საქართველოს პარლამენტი უცხოელი ექსპერტების საბოლოო შეფასებებს დაელოდა და მათი რეკომენდაციები გაიზიარა. საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ ერთობლივად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პარლამენტს დაჩქარებული რეგლამენტის დარღვევით, დაჩქარებული პროცედურებით მიეღო და დაემტკიცებია კონსტიტუცია მანამ სანამ შედგებოდა 15 ოქტომბერს ვენეციის კომისიის საბოლოო შემაჯამებელი სხდომა. რა თქმა უნდა, ამ პროექტში არც ძალთა ბალანსი არ არის დაცული. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის საბოლოო ვერდიქტს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ევროპული ყაიდის კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაკეთა მიხეილ სააკაშვილისთვის. არაფრის მომცემი დალოდება არ იყო, იმიტომ რომ მესამე მოსმენა სარედაქციო ცვლილებებია, წერტილმძიმის შესვლა არის მხოლოდ და ანუ რაც ყველამ კარგად ვიცოდით, რომ იქ არსებულ მოთხოვნებს და წინადადებებს ხელისუფლება არ აპირებდა გაეთვალისწინებინა. თუმცა ის რომ მესამე მოსმენამდე მოესწრო და ეს ვენეციის კომისია შედგა, ეს უბრალოდ ხელისუფლების ასე ვთქვათ იმ ტალახის მოწმენდა იყო სახიდან თავისთვის, რომელიც მანამდე ძალიან დიდი რაოდენობით დააგროვეს აი ამ ვენეციის კომისიისადმი აბუჯად აგდებული დამოკიდებულების მხრივ.
საპარლამენტო ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციები რეკომენდაციებად დარჩა, რადგან საქართველოს ხელისუფლება მათ გათვალისწინებას მაინც არ აპირებდა.